მიმდინარე წელი ტურიზმის სექტორისთვის საკმაოდ დადებითი ტენდენციებით დაიწყო კერძოდ 2025 წლის პირველ კვარტალში ქვეყანამ ტურიზმიდან 826 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, ხოლო საქართველოს 1.300.000 ვიზიტორი ესტუმრა. Როგორ აფასებს ამ მაჩვენებლებს კერძო სექტორი და როგორია წინასწარი ჯავშნების მაჩვენებელი ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის? გიორგი დოლიძე, ქართულ-შვეიცარიული მენეჯმენტ კომპანია HSC ჯგუფის დამფუძნებელი და დირექტორი გვერდია ბიზნეს პოსტის სტუდიაში და მასთან ერთად თემაზე ვრცლად ვისაუბრებთ. გიორგი, მოგესალმები, მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. მოგესალმებით, მადლობა თქვენი დროის დათმობისთვის და სტუდიაში მობრძანებისთვის. გიორგი, ვიცით რომ 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ტურიზმიდან რეკორდული შემოსავალი მიიღო და გიორგი მას აღნიშნა, რომ ქვეყანას 1.300.000-ზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა. გიორგი, საინტერესოა თქვენი შეფასება არსებულ მონაცემებზე და ასევე საინტერესოა, რამდენად თანხვედრაში არის სტატისტიკა, რომელიც ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა კერძო სექტორთან არსებულ რეალობასთან. რაც ჩვენთვის შეიძლება რომ თქვა ძალიან გასახარია ის რომ სტატისტიკას მივყვებით და ფეხს უწყობთ, ასევე თუ გადავხედავთ კოვიდის შემდგომ პერიოდს, ძალიან მიხარია რომ ყოველი წელი არის მზარდი, როგორც საფასო პოლიტიკის, ასევე შემოსავლების და დატვირთულობის მიმართულებით იმ ქვეყნებიდან, რომლიდანაც ჭარბობენ საქართველოში დღესდღეობით ტურისტები. ასევე მოლოდინებს რო შევეხოთ, მოლოდინებზე შეიძლება ვთქვათ, რომ აპრილის თვე ცხადყო და ნათლად დაგვანახა ის, რომ განსაკუთრებით მაღალი კლასის ობიექტებში ჩვენ გქონდა დაახლოებით 85-90% ნიშნული დატვირთულობა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან არის 5%-ით გაზრდილი, ხოლო რაც შეეხება დაბალ სეზონს, დაწყებული 2025 წლის იანვრიდან მარტის ბოლომდე ეს იყო საშუალოდ 50%, ასევე საშუალო და მაღალი კლასის ობიექტებში, რაც ანალოგიურ პერიოდს რო შევადაროთ 2024 წლისთვის, აქაც გვაქვს გარკვეული ზრდა, რომელიც ფიქსირდება დაახლოებით 7-8%-ით. ასევე ყოველთვის ხოლმე ვცდილობთ გავზარდოთ ბიუჯეტში გამოცხადებული ფასები, რადგანაც სასტუმროც არის ისეთი ბიზნესი, როგორც სხვა ეკონომიკაში მონაწილე რგოლები და წლიდან წლამდე საჭიროებს გაცილებით უფრო წინსვლას და მეტი მოგების დაგენერირებას, რაშიც აუცილებელია და ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი და მნიშვნელოვანი არის სწორედ ფასის გაზრდა, რაშიც გვაქვს დღეს ჩვენ ამის საშუალება. ნამდვილად ნახეთ, რომ შარშანდელი პერიოდის მერე წინ მივდივართ და ზუსტად ეს გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ვიყოთ ორიენტირებული მაქსიმალურ დატვირთულობაზე, ისე რომ არ ჩამოვცდეთ გამოცხადებული ფასის საშუალო მინიმუმს ქვემოთ სავარაუდოდ. გიორგი, თქვენი კომპანიის მართვის ქვეშ არის სასტუმროები როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში. შესაბამისად, საინტერესოა ეს მაღალი დატვირთულობის მაჩვენებელი. დედაქალაქშიც ისევია როგორც რეგიონებში, თუ ამ კუთხით გვაქვს რაიმე განსხვავება? ან დედაქალაქსა და რეგიონებს შორის როგორი იყო გადანაწილება პირველ სამ თვეში? პირველი სამი თვე გამომდინარე იქიდან, რომ იყო დაბალი სეზონი და აქ კოვიდამდეც, კოვიდის შემდეგაც და ზოგად ჭრილში რო განვიხილოთ, დატვირთულობა მერყეობს ხოლმე 50, 55, 60% გააჩნია უშუალოდ რომელ რეგიონის რომელ რაიონს თუ დედაქალაქს შევეხებით, თქვა ბათუმის მაგალითზე რო განვიხილოთ, ბათუმი ზუსტად მიყვა თბილისის მონაცემებს ამ წელს, მაგალითად თუ იყო 50-დან 55%-მდე დატვირთულობის კოეფიციენტი დაბალ სეზონზე, აპრილში ნაცვლად იმისა, როგორც ადრე ქონდა ხოლმე აპრილი შედარებით უფრო საშუალო გარდამავალი სეზონი, დაბალი და მაღალი სეზონის მიმართულებით და ფიქსირდებოდა დაახლოებით 65-70% დატვირთულობები, წელს პირდაპირ დადო აპრილმა, როგორც გასულ წელს, ასევე გაიმეორა, რაც სასიხარულოდ იყო გასაკვირი ჩვენთვის, გაიმეორა მაღალი სეზონის დატვირთულობები და დაიწყო ძალიან ბევრი ჯგუფური ტურების შემოსვლა, ჯგუფების შემოსვლა სასტუმროებში, რამაც ზუსტად განაპირობა და ხელი შეუწყო, რომ დატვირთულობა ობიექტებში აწდენილიყო 80%-ს. გიორგი, აქვე კითხოთ საინტერესოა, რომელი ქვეყნიდან ჭარბობენ საქართველოში ვიზიტორები და ხომ არ გამოიკვეთა ახალი ბაზრები, საიდანაც გაზრდილია მათი რაოდენობა? ჯერჯერობით მასიური ტურიზმი რომ განვიხილოთ და შევაფასოთ, ის ძირითადი მასა და ამინდი, რასაც ქმნის საქართველოში. სტატისტიკაში არის პირველ ადგილას ისრაელი, შემდეგ არის გალფის ქვეყნები, მეზობელი ქვეყნები თავისთავად და რაც შეეხება ახალ მიმართულებებს, როგორც ვიცით, ძალიან კარგად და უკვე ხელმისაწვდომად არის გაზრდილი ჩინელი და ინდოელი ტურისტების საქართველოში შემოდინება, რაც ასევე წლიდან წლამდე არის მზარდი და ეს თითოეული ობიექტის სავარაუდო სტატისტიკაში იქნება ნათლად წარმოჩენილი.
ჩინეთი, ინდოეთი და ჩვენ ნახეთ ახლა, რასაც ყველა ველოდით და ერთხმათ ალბათ დადებითად ვაფასებთ, ეს არის ევროპიდან დამატებული ის 7-8 ახალი მიმართულება და რამდენიმე ძალიან პრესტიჟული და მნიშვნელოვანი ავიაკომპანია, რაც ცალსახად შეუწყობს ხელს ევროპელი ტურისტების საქართველოში ჩამოსვლას, იმიტომ რომ როგორც ვიცით, ყოველთვის ყველა ამას განვიხილავთ და ვამბობთ, რომ საქართველოსთვის სამომავლო პერსპექტივაში ყველაზე სასურველი და აუცილებლად მოსაზიდი ტურისტი არის სწორედ ევროპიდან, იმიტომ რომ ევროპელი ტურისტი გამოირჩევა მაქსიმალური მოწესრიგებულობით, მაქსიმალურად წინასწარი რეზერვაციების გაკეთებით, ძალიან დიდი კომფორტი არის სასტუმროებისთვის, ევროპელი ტურისტის მასპინძლობა და რაც ყველაზე მთავარი არის შემოსავლების ნაწილში, თქვათ თუ აზიის ქვეყნები, აი ეს მასიური ტურიზმი რაც წეგან ვახსენეთ, გამოირჩევიან და არიან ხოლმე სენსიტიურები თითო დოლარზეც კი საფასო პოლიტიკაში, როგორც გამოცხადებულ, ასევე B2B საფასო ინდექსებში, საბედნიეროდ ევროპას ეს არ ახასიათებს და მზად არიან, რომ მათი კომფორტისთვის კარგი გაგებით არ დაზოგონ თანხები და თუ ჯგუფურად მოგზაურობენ, თქვათ მზად იყვნენ, რომ 60 და 70 დოლარი ერთ კაცზე ერთ თქვათ ოთახში გადაიხადონ, რაც ჯამში უკვე თუ შედის ორი ადამიანი ძალიან კარგი ფასი გამოდის 100-110 დოლარის კი მაღალი კლასის ობიექტებისთვის გულისხმობ B2B ფასებს, ხოლო გამოცხადებულ ფასებსაც თუ არის ინდივიდუალური მოგზაური, აქაც მაქსიმალურად არის მიდრეკილი კომფორტისკენ და ის გაწერილი რაც აქვს ხოლმე გეგმა გრაფიკი ძალიან მკაცრად ითხოვენ ამის შესრულებას. ერთგვარად დიდი პასუხისმგებლობაც არის მათი მასპინძლობა და მეორე მხრივ როგორც ვახსენეთ კომფორტი, იმიტომ რომ წინასწარ იცი უკვე ის მოთხოვნები რაც შეიძლება რომ ამა თუ იმ ჯგუფს ან ინდივიდუალურ მოგზაურს ჰქონდეს და ევროპაზე უნდა გავაკეთოთ ყველამ სწორება სამომავლო პერსპექტივაში ის მასიური ტურიზმი რაც უკვე შეიქმნა აზიის ქვეყნებიდან, გალფის ქვეყნებიდან, ისრაელიდან ძალიან მისასალმებელია, ძალიან სასიხარულოა და ეს ქმნის ზუსტად ალბათ ჯერჯერობით დაახლოებით 70-75% ამით იმ ბიუჯეტში, რასაც ტურიზმი აგენერირებს საქართველოს ეკონომიკაში, ამაზე ყურადღების მოკლება თავისთავად არ შეიძლება, პირიქით კიდევ უნდა გავაძლიეროთ ეს ბაზრები განსაკუთრებით ჩინეთი და ინდოეთის მიმართულება, იმიტომ რომ ჩინელები ძალიან გვანან ევროპელ ტურისტებს, როგორც მაღალმხარჯვაუნარიანობით, ასევე მოწესრიგებულობით და ჯგუფური ვიზიტებით. თუმცა ამასთან პარალელურად მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ეხლა გამოვიყენოთ ის შანსი და ის გახსნილი ესე ვთქვათ, გზები, რითიც შეგვიძლია უფრო მეტად თავდაჯერებულად ვესაუბროთ ევროპელ პარტნიორებს და მეტი თავდაჯერებულობით ვეცადოთ, რომ ისინი 2025-ში ჩამოვიყვანოთ საქართველოში და განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთოთ 2026-ზე, რადგან როგორც წეგავ თქვით, წინასწარი რეზერვაციების გაკეთება არის მათი, რაც უშუალოდ ჯგუფებზე ვსაუბრობ ამ შემთხვევაში. ვთქვათ 2025-ის აგვისტოდან უკვე 2025-ის ბოლომდე იქნება ის პერიოდი, რომელიც შექმნის 2026-ისთვის ევროპელი ტურისტების ჩამოდინების ნაკადის ხელშესახებობას და ვნახავთ თუ დაახლოებით რა წილი გვეკავება 2026-ში ევროპიდან ჩამოსული ტურისტული ჯგუფების. გიორგი, რადგან ვსაუბრობთ ევროპელ ტურისტებზე და მაღალხარჯვაუნარიან ტურისტებზე, პრინციპში ტურიზმის ადმინისტრაციის ერთ-ერთი გაცხადებული პოლიტიკაც არის ის, რომ სწორედ ამ მიმართულებით მოიზრდოს ტურისტები. საინტერესოა, სად გვრჩება გამოწვევები, რა გამოწვევები გვაქვს დღეს და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ იგივე ევროპიდან განსაკუთრებით როგორც ახსენე და ასევე სხვა ქვეყნებიდან უფრო მაღალხარჯვაუნარიანი ტურისტები მოიზრდოს ჩვენს ქვეყანაში. ამ შემთხვევაში, როგორც თქვით, ერთის მხრივ ძალიან საამაყო და დასაფასებელი არის ზოგადად ქვეყნისთვის და თითოეული მოქალაქისთვის განსაკუთრებით ტურიზმის სფეროში მოღვაწე ადამიანებისთვის აი ის მოლოდინები რო გამართლდა, რასაც ყველა ამდენ ხანს ნამდვილად ველოდებოდით, რომ გახსნილიყო ამდენი პირდაპირი ფრენა ევროპიდან, ამასთან ერთად ეს არის ის გამოწვევაში გულისხმობ იმას, რომ მაქსიმალურად ყველამ, როგორც ტურისტულმა კომპანიებმა, ასევე სასტუმროებმა და სხვადასხვა ორგანიზაციებმა, მათ შორის სახელმწიფომაც, რომელიც საერთო ჯამში კოლაბორაციით ხდება ტურიზმის განვითარება საქართველოში ამ ყველა რგოლის, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა და არიან საქართველოში ისეთი კომპანიები, ტურისტულ კომპანიებს გულისხმობ, რომლებიც
დაახლოებით 15 და შეიძლება 20 წელზე მეტიც კი და ადრიდანვე იყვნენ ორიენტირებულები ზუსტად ევროპიდან ტურისტების მოზიდვაზე და ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით მათ ევროპაში საქართველოს პოპულარიზაციაზე ტურიზმის მიმართულებით. ახლა ეს კომპანიები გაცილებით უფრო მეტად გააქტიურდებიან ჩემი აზრით და ეს სალსახაა რომ ასეც იქნება. დაემატება ახალი კომპანიები, მოგეხსენებათ დაახლოებით 800-900 კომპანიამდე არის საქართველოში რეგისტრირებული უშუალოდ ტურისტული მიმართულებით, როგორც გამყვანი, ასევე შემომყვანი პროფილით და ვფიქრობ ძალიან ბევრი ტურისტული კომპანია დაინტერესდება ევროპაში ჩასვლით, კიდევ უფრო მეტად საქართველოს პოპულარიზაციით, გამოფენებში მონაწილეობის მიღებით, უშუალო B2B, face to face შეხვედრებით, ძალიან ბევრი ინფოტური გვექნება, ჩემი აზრით საქართველოში ჩასატარებელი, მათ შორის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაც მოიწვევს სავარაუდოდ ინფოტურებს, ჟურნალისტებს, ინფლუენსერებს და ასე შემდეგ, რაც ესე ვთქვათ, რაც უფრო მეტად შევახსენებთ ყველა ევროპელებს, რომ საქართველოში კარგია და საქართველოში კარგად დახვდებიან და მოემსახურებიან მაღალი ხარისხით და რაც კიდევ უფრო ყველაზე მთავარია, უკვე პირდაპირ რეისებით, ყველანაირი გადაჯდომის გარეშე რა კომფორტსაც აქამდე ეძებდნენ, აი ეს ხელშესახები პირდაპირ მარტივად ხელმისაწვდომი ქვეყანა გახდება, მათთვის უფრო მეტი რეკომენდაცია წავა და მე უკვე word of mouth-ი, რასაც ვეძახით, გავრცელდება ის, რომ საქართველოში ჩახვალ მარტივად აღმოაჩენ ისეთ ქვეყანას, რომელსაც აქვს საუკუნოვანი ისტორია, არის 4 სეზონის მიმართულება, არის განვითარებად ეტაპზე ტურისტული ინფრასტრუქტურა, ჯერ ვერ ვიტყვით თავისთავად, რომ ყველაფერი 100%-ზე გვაქვს გამართული, თუნდაც სასტუმროებში, თუნდაც სხვადასხვა ინფრასტრუქტურაში, მაგრამ რაც არის კარგი, ის რომ წინ მიდის და ეტაპობრივად განვითარებას განიცდის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის. აღსანიშნავია, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელობით ახლა დღეს საქართველოში ფრანგი ინფლუენსერები სტუმრობენ და რეგიონ დადიან ისინი ათვალიერებენ და ჩვენი ქვეყნის შესახებ ისინი მასალებსაც მოამზადებენ. გიორგი, კონკურენციაზე მინდა გკითხოთ, როგორია კონკურენცია ბაზარზე, გულისხმობ მსხვილ საშუალო და მცირე სასტუმროებს შორის და რომელ მათგანშია დატვირთულობის უფრო მაღალი მაჩვენებელი? დატვირთულობის უფრო მაღალი მაჩვენებელი, ასე რომ ვთქვათ, ძალიან ძნელია ხოლმე დაყოფა სასტუმროების, იმიტომ რომ შეიძლება ვთქვათ სამვარსკვლავიანი, მაგრამ მოცულობაში იყოს დიდი, შეიძლება ვთქვათ ხუთვარსკვლავიანი და მოცულობაში იყოს პატარა, მაგრამ ფასი კონდეს ძალიან გაზრდილი, გააჩნია. მოდით სტანდარტულად კლასიკურად შევაფასოთ, რაც ასევე არის, რაცაც მასა ქმნის იმ ოთახების მასას, რაც გვაქვს დღეს არის მცირე და საშუალო კლასის ობიექტები. სწორედ აქ გვაქვს ძალიან გაზრდილი კონკურენცია. კონკურენცია გაზარდა იმან, რომ უამრავი სასტუმრო დაემატა პანდემიამდეც და პანდემიის შემდგომაც, როგორც თბილისში, ასევე ბათუმში, რამაც სალსახად ფასების რეგულირებაც გამოიწვია, იმიტომ რომ მარტივი ეკონომიკის პრინციპები არის მოთხოვნა მიწოდების ამბავი. გამოცხადებული ფასები დაარეგულირა საშუალოდ აი სამვარსკვლავიან ობიექტებში თბილისსა და ბათუმში ვიტყოდი დაახლოებით $70-დან $90-მდე, რაც შეგვიძლია ვნახოთ სხვადასხვა სადაჯავშნო პლატფორმებზეც კი სეზონზე. საშუალო კლასის ობიექტები, უფრო 4 ვარსკვლავიანები, ეს იყო $120-130 ფარგლები. გასულ წელთან შედარებით, ანუ ეს მაჩვენებლები ანალოგიურია თუ გაზრდილია გასულ წელთან შედარებით? ფასები ყოველ წელს გამოცხადებული ფასები არის ზრდაში, ოღონდ განსაკუთრებით ეს ზრდა დიდი კოეფიციენტით შეინიშნება მაღალი კლასის ობიექტებამდე, მივალ მაქამდე, იმიტომ რომ მაღალი კლასის ობიექტი დაახლოებით უკვე წელს მაღალ სეზონზე ჩვენ ვნახავთ, რომ $200-დან $250-მდე არის ნიშნული, რაც წინა წელთან და გასულ წელთან 5-დან 10%-მდე ყოველთვის არის ხოლმე ზრდა და ჩვენს მაგალითზეც მუდმივად ამას ვცდილობთ, რომ როგორც წეგან ვახსენეთ, ფასი იყოს მუდმივად მზარდი, გამოცხადებული მაინც. კონკურენციას რო დაუბრუნდეთ, ჩვენ ნახეთ, რამდენი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო არის დამატებული თბილისსა და ბათუმში. ამას საერთაშორისო ბრენდებშიც თავისთავად გაზარდა კონკურენციის მაჩვენებელი, ფასები მნიშვნელოვნად გამოცხადებული ფასები არ შემცირებულა, ვისურვებდი, რომ B2B ფასებიც ასევე დაუბრუნდეს იმ ნიშნულს, რასაც არის კლასიფიკაციის მიხედვით დასაბრუნებელი და იყოს მზარდი და ეს უკვე მოლაპარაკების საგანი არის ინდივიდუალურად იმ ტურისტულ კომპანიებთან. მცირე და საშუალო კლასის ობიექტების ზრდასთან ერთად არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იზრდება აპარტამენტების, აპარტ-ჰოთელების და უშუალოდ ინდივიდუალური ბინების გაქირავების მოცულობაც, რაც არის პირდაპირი კონკურენტი 3 და 4 ვარსკვლავიანი სასტუმროების. ასევე ის უნდა ვთქვათ, რომ საფასო ნიშნული აქვთ დაახლოებით ერთი და იგივე, თბილისის ცენტრში მაგალითად ბინა ქირავდება დღიურად
$80, $70, ანალოგიური ტიპის 3 და 4 ვარსკვლავიანი სასტუმროც კი შეიძლება $90 ფარგლებში ქირავდებოდეს ერთი ღამით. ამ შემთხვევაში სასტუმროს აქვს ძალიან დიდი ხარჯი ბინასთან შედარებით, ბინის მეპატრონეები გაცილებით უფრო თავისუფლები არიან ლავირებაში, რომ ფასები დააკლონ, მოამატონ და მოარგონ მოთხოვნას, რაც სასტუმროზე ასე ვერ ხდება და აი ამ გაზრდილი კონკურენციის გამო მუდმივად ფასი განიცდის ხან მაღლასვლას, ხან დაბლასვლას, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ასეც უნდა იყოს დინამიური და მიბმული მოთხოვნა მიწოდების პრინციპებზე. კონკურენციას თავისთავად ვერ შევაჩერებთ. მე ვისურვებდი, რომ სწორედ ამ კლასის ობიექტებში და იგივე მაღალი კლასის ობიექტებში არ მიეცეს და არ ჩამოყალიბდეს დემპინგის მიმართულება, როგორც ტურისტული კომპანიებიდან, ასევე სასტუმროების და აპარტამენტების მიმართულებით, იმიტომ რომ ეტაპობრივად მე ვერ ვიტყვი რომ დღეს და ხვალე შესაძლებელია, მაგრამ ეტაპობრივად ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, როგორც ევროპიდან, ასევე აზიიდან, საქართველოს არ უნდა კონდეს მხოლოდ დაბალ ხარჯულნარიანი ასოციაცია და ძალიან იაფად მოგზაური ქვეყნის მიმართულება. მე ვისურვებდი რომ უფრო საშუალო და მაღალ სეგმენტებზეც მოხდეს გათვლა, რაც ეტაპობრივად შესაძლებელია და ისევ და ისევ აი ევროპის მიმართულება არის ესეთი, რისიც მჯერა რომ ძალიან გაამართლებს და ზუსტად აქედან შევძლებთ იმ სწორი ფასებით და არავინ არ ეცდება თითო დოლარზე ვაჭრობას და თითო დოლარის დაკლებით რაიმე სადემპინგო პოლიტიკის შექმნას, რაც long term-ში იქნება ქვეყნისთვის დამაზიანებელი და უშუალოდ იმ მონაწილე რგოლისთვის, ვინც რაღაც ლოგიკურ ნიშნულს ქვემოთ, ყველა მიცის თავისი ტურპაკეტის, ყველა მიცის თავისი სასტუმროს ნომრის თვითღირებულება და მაგის ქვემოთ უკვე აღარაა ხოლმე სწორი რომ ჩამოხვიდე. თავისთავად ამაზე მოთხოვნაც ხელი უნდა შეუწყოს და მოთხოვნა დღესდღეობით, დღევანდელი პერსპექტივით, აი ყველა ვცდილობთ და მუშაობთ იმაზე, რომ რამენაირად გვეჭიროს ახლა ხელში ეს 90%-მდე დატვირთულობა, რაც იყო აპრილში და ასე მივახციოთ სექტემბრის ბოლომდე და უკვე ოქტომბრიდან გადავიდეთ საშუალო და დაბალი სეზონის საფულის ჯავშნების მაჩვენებელი როგორი არის ამ ეტაპზე? ამ ეტაპზე წინასწარის მაჩვენებელი გვაქვს დაახლოებით 70-72%, რაც უკვე დატვირთულია მაისიდან სექტემბრამდე და ის 20%-იც ჩემი აზრით უკვე last minute ჯავშნები, სხვადასხვა კიდე რაც დაემატება წინასწარი ჯგუფები ივნისი-ივლისსა და აგვისტოში ეს ყველაფერი შეავსებს და გავუტოლდება, თბილისზე რო თქვა საშუალოდ ისე მაღალი კლასის ობიექტებზე ეს იქნება 80-85, ხოლო კი ბატონო. გიორგი, მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. წინ გველოდება ცხელი და დატვირთული ზაფხულის ტურისტული სეზონი და დარწმუნებული ვარ ასეც იქნება და კიდევ გველოდები ჩვენთან სტუდიაში სიახლეებით. მაყურებელს შევახსენებთ გიორგი დოლიძე, ქართულ-შვეიცარიული მენეჯმენტ კომპანია HSC ჯგუფის დამფუძნებელი და დირექტორი იყო ჩვენი სტუმარი და საუბრობდით ტურიზმის სექტორზე და ტურიზმის სექტორში მიღებულ რეკორდულ შემოსავლებზე.